ოქტომბრის შუა რიცხვები იქნებოდა. ერთი კვირის ბოლოს შვილთან და შვილიშვილთან ერთად ბოტანიკურ ბაღში ვსეირნობდი. ბავშვს ბურთი დაუგორდა და წავედი მოსატანად. დავიხარე ბურთის ასაღებად და გამარჯობა ბატონო დავით. უცხო დაბალი ხმა მომესმა და წელში რომ გავიშალე ახალგაზრდა კაცი მედგა თავზე აგენტის ჰაბიტუსით. მე ბექა მქვია. ლევანი ხომ გახსოვთ, მასთან ერთად ვიყავი ავტომობილში მაშინ. კი მახსოვს. ახლა რაღა ხდება? შავი ხვრელი ხომ არ გყლაპავს? პრინციპში ასეა, ოღონდ ამჯერად ორფეხა შავი ხვრელები გვემუქრებიან. ხვა და ირონიულად ჩაიღიმა. ცოტა ხანს დავაკვირდი. მერე ვითომ სათვალე მოვსინჯე და ჯიბიდან წიწაკის სპრეი ამოვიღე. მისმინეთ ახალგაზრდავ, არ ვიცი რა გნებავთ, მაგრამ თუ შარზე ხართ, სჯობია დროზე დაიკარგოთ აქედან სანამ არ მოგცხეთ კოსმეტიკა. დამშვიდდით ბატონო დავით, დამშვიდდით. რამე ცუდი რომ დომებოდა ლაპარაკს და გიწყებდით. მობილური ამოიღო და მაშინდელი ჩვენი საუბრის ვიდეო მაჩვენა მანქანიდან გადაღებული. მე ვკითხე, და სად არის თავად ლევანი? ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია არ გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ უკვე რამდენიმე კვირაა კონტაქტზე არ გამოდის. ეს კი ჩვენი პროტოკოლის დარღვევაა და სწორედ ამ საკითხებზე მინდა გესაუბროთ, რაც შეიძლება მოკლედ. ბოლოს და ბოლოს არ შემეშვებით? ვინ ხართ საერთოდ? მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერში? თქვენ დიდად არაფერში, მაგრამ ეჭვი გვაქვს რომ ქსელის წევრებს საფრთხე გვემუქრება. მე თუ თქვენ? უფრო ჩვენ, მაგრამ ჩვენზე გამოსასვლელად შეიძლება თქვენ გამოგიყენან. ჩემებს ბურთი გავუგორე და ვუთხარი რომ დავეწეოდი. შემდეგ მას მივუბრუნდი. კარგი, პირდაპირ თქვით რაშია საქმე. მოკლედ, დიდი ალბათობით ლევანი აღარაა ცოცხალი, ოღონდ ჯერ არ ვიცით დამკვეთი ვინ არის. ერთი წუთით ჩავფიქრდი და დამნაშავეობის შეგრძნებამაც გამიევა. თუმცა რატომ უნდა მეგრძნო თავი ასე? ჯერ ხომ არაფერი არ არის ცნობილი. მერე მივმართე. რას მეუბნებით, რომ ნასაც მენც გვალს? არა, რა თქმა უნდა, ეგ რომ ასე იყოს, ახლა ჩვენი საუბარი არ შედგებოდა. უფრო ისეთი ოდიოზური ქვეყნების სპეცები, როგორიც მაგალითად რუსული, ირანული ან თუნდაც ჩინური. და რა მიზანი აქვთ, რატომ? იცით თქვენ, რომ ცნობილი შერჩევის პროცესში იმ 500-მდე სპეციალისტიდან არც ერთი რუსეთის მოქალაქე არ იყო და არც ჩინეთის. ეგ როგორ? მე მყავს რუსი მეგობრები და თითოეული მაღალ კვალიფიციური სპეციალისტია თავისი საქმის. აი ასე, ფაქტია არ ჩართეს. ალბათ პოლიტიკური მიზეზი იყო. ამ ომის თემაა, ხო? ალბათ, ანუ ფაქტიურად მე უფრო დახმარების სათხოვნელად ვარ მოსული თქვენთან. და მაინც რით შემიძლია დაგეხმაროთ? საქმე იმაშია, რომ NASA იწყებს გამოძიებას და ამაში ჩართულია Google და Microsoft-ი. უნდა მოხდეს სამიზნე ობიექტების სისტემების ანალიზი სპეციალური კონტრაქტის საფუძველზე. მე რა შემიძლია ამ შემთხვევაში? მე IT სპეციალისტი ვარ და საჭიროა კვალის გასუფთავება თქვენს მოწყობილობებში. თქვენი ლეპტოპი და Silent Noise-იც უნდა გადმომცეთ დროებით. Silent Noise? დიახ, ლევანიმ სპეციალური საათი ხომ მოგცათ? კი, მაგრამ ასე ქვია იმ საათს. რატომ ჩუმი ხმაური? სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი. გონი FBI-ს რაღაც ძველი ფაილის დასახელებაა. მოკლედ თქვენი ლეპტოპი და ეგ საათი უნდა გადმომცეთ, დავამუშავებ და მალე დაგიბრუნებთ. იცით ახალგაზრდავ, ეს ყველაფერი გასაგებია და რაღაცა ნდობასაც იმსახურებთ. მაგრამ ესე უბრალოდ ჩემი სამუშაო ფაილების და სამსახურის პროექტების უცნობ პირზე გადაცემა ხომ ხვდებით რომ არასერიოზულია? შემდეგ ამოიოხრა, შემომხედა და მითხრა. ბატონო დავით, როგორც გითხარით, მე თქვენთან ჩემი თავის გადასარჩენად მოვედი და როგორც წესი ამდენს არ ვიხვეწებით ხოლმე. თუმცა მე შევაწყვეტინე. კი, მაგრამ ჯერ ეს მითხარით რა ინტერესი აქვს ჩინეთს ან რუსეთს მაგალითად? არც მეტი, არც ნაკლები კონკურენცია. ატლასის კომეტის ინციდენტი მათთვის მწარე გამოცდილება გახდა. უფრო ზუსტად. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი მაგალითად მოსადი როგორ ახერხებს წარმატებული სპეცოპერაციების ჩატარებას პლანეტის ნებისმიერ კუთხეში. ასე მივა ვიღაც ტიპთან და ეთქვის რომ შენი თვალები მოგწონს და მოდი ჩვენი აგენტი იყავიო? რა თქმა უნდა არა. აგენტურული ქსელი მცენარესავითა, თავიდან ინერგება, მერე იზრდება, ჭირდება მოვლა პატრონობა და ამასობაში შეიძლება ათობით წლები გავიდეს. მთელი ეს პროცესი ერთდროულად ბუნებრივი და ხელოვნურის ჰიბრიდია. და თუ სურვილი აქვთ, რომ რომელიმე კონკურენტ ქვეყანაში რომელიმე ქსელი გაანადგურონ, ამისთვის შიშს თესავენ აგენტების მოშორებით. გესმით ხო? მე თავი დავუქმნიე. ხო და აი ასეთი თეორია ჩვენთვისაც კი ყველაზე პრაგმატული ხალხისთვის ყველაზე რეალურად ჟღერს. კი, მაგრამ ამას ხომ სკანდალები მოყვება? გაიცინა.
რას ამბობთ ბატონო დავით, ხომ გითხარით, ყველაფერი ხდება მიწის ქვეშეთში, ხანდახან ჩვენც კი გვავიწყდება საკუთარი თავის არსებობა და აქ რომ ვინმე გააქრონ, კაციშვილი ვერ გაიგებს. რაც არის, მაგრამ მოდი ასე ვქნათ, მითხარით რა ვქნა და მე გავწმენთ ჩემს კომპიუტერს. აი მაგის შემოთავაზებას ვაპირებდი სწორედ. რახან არ იშლით, მაშ კარგად მომისმინეთ და ზუსტად ისე გააკეთეთ, რასაც გეტყვით. პირველ რიგში მითხარით თქვენი კომპიუტერის მოდელი ზუსტად. მე ვუთხარი ჩემი 2015 წლის ლეპტოპის მოდელი. მან შეამოწმა თავის მობილურში რაღაც და თქვა: ძალიან კარგი. მას არ აქვს ავტონომიური კომუნიკაციის სისტემები. მაშ ასე ხვალვე გააკეთებთ შემდეგნაირად, თქვენი მანქანით გახვალთ ქალაქგარეთ თქვენი ლეპტოპით და მობილურით, თან წაიღეთ მეტალის პატარა გალია, ხვდებით ხომ რატომაც? გონი კი. ძალიან კარგი. წაღებამდე გატესტეთ, როგორც საჭიროა. და არავითარ შემთხვევაში მანამდე ლეპტოპი არ ჩართოთ. მგონი ბოლოს სლიპზე დავტოვე. არა უშავს, გავრისკოთ. უბრალოდ არ გახსნათ, დატენეთ დაახლოებით 9 საათი წასვლამდე. როდესაც მოძებნით სადმე ისეთ ადგილს, სადაც სავარაუდოდ არანაირი Wi-Fi არ იქნება, გადმოდით მანქანიდან, მოშორდით 20 მეტრზე მეტი მანძილით, წაშალეთ ყველანაირი Wi-Fi ქსელი თქვენს მობილურში, ჩართეთ Wi-Fi და დარწმუნდით, რომ არ იჭერს არანაირ ახალ ქსელს. ამის მერე გათიშეთ Wi-Fi-ც, Bluetooth-იც და GPS-იც, გადაიყვანეთ Airplane რეჟიმში და გათიშეთ, დაბრუნდით მანქანაში და ჩადეთ გალიაში. მომყვებით? კი ბატონო, ჯერჯერობით ხვდები რას რისთვისაც ვაკეთებთ. კარგი. ამის მერე აიღეთ ლეპტოპი, მოშორდით ასევე 20 მეტრზე მეტი მანძილით და მხოლოდ ამის მერე გახსენით და ჩართეთ. მაშინვე გათიშეთ ყველანაირი კომუნიკაცია, გადმოწერეთ თქვენი დოკუმენტები ფლეშკაზე, შემდეგ გაუშვით System Recovery პროცესის სრული დაფორმატებით. წესით ამან უნდა იმუშაოს, დაჭირდება დაახლოებით 1 საათი, თადარიგი დაიჭირეთ, რომ გქონდეთ Powerbank-იც, სრული ფორმატი რომ დამთავრდება და სისტემა დაიწყებს დაყენებას შეგიძლიათ წამოხვიდეთ და დანარჩენი სახლში გააგრძელოთ. გასაგებია. იმედია არ დამავიწყდება. თქვენთვის უკეთესი. ანუ ამით საბოლოოდ რა მოხდება? ამით ის მოხდება, რომ სისტემაში აღარ იქნება თქვენი კვალი და შესაბამისად დისტანციური ანალიზის სერვისები ვერაფერს ნახავენ და შესაბამისად თქვენი მხრიდან ჩვენზე გამოსვლა უკვე თითქმის გამორიცხულია. ეხლა რაც შეეხება Silent Noise-ის თემას. ამას რომ მორჩებით 7 საათზე აივანზე გამოდით 2 წუთით დაჯექით და მობილურს ჩახედეთ, მერე ისევ შედით საათი ფოლგის ნაგლეჯებში გაახვიეთ, ჩადეთ თეთრ პარკში, ჩამოდით და ჩააგდეთ ნაგვის ურნაში. ამას გააკეთებთ და ყველაფერი დასრულდება, მე თვალით აღარ ვნახავთ. ნაგვის ურნაში, ვინმე რომ აიღოს. დამშვიდდით ბატონო დავით, მაგაზე მე ვიზრუნებ. უნდა გავსუფთავდეთ ბოლოს და ბოლოს. ქვა, გაიღიმა და თვალი ჩამიკრა. ამ დროს შვილი მოვიდა და მითხრა რომ მირეკავდა და რატომ მაქვს გათიშული. მე ვუთხარი რომ შორი ახლოს დამლოდებოდნენ და მალე მივიდოდი. მობილურს რომ დავხედე, სიგნალს ვერ აფიქსირებდა. ჯემერი მაქვს ბატონო დავით. რა თქვით, რა გაქვთ? ჯემერი სიგნალის ჩამხშობი, მაგიტომ ვერ იჭერს აქ, გამოვრიცხე რომ რამე სახიფათო ყოფილიყო, რომ მოგშორდებით, ისევ აღგიდგებათ კავშირი. უბრალოდ ახლა ერთ რამესაც შევამოწმებთ თქვენს მობილურში. რაღაც კოდი გამაშვებინა, რომელიც ამოწმებდა ბოლო ცვლილებების სიას, დაათვალიერა თავი დაიქნია და თქვა: კარგი, სულ ეს არის მგონი. ანუ ამ ყველაფრის მერე შემეშვებით? ჩვენ კი. იმედია სხვებიც. ხელი ჩამომართვა და სწრაფად წავიდა. მე მეორე დღეს ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხრა. ვეცადე ყოველ შემთხვევაში. ნაგვის ურნიდან რომ გამოვბრუნდი, რამდენიმე წამში ვიღაც ძველმანებში ჩაცმული ტიპი მივიდა და ის პარკი აიღო. მართალია ამჯერად დიდი წვერულვაში ქონდა, მაგრამ მანერებით მივხვდი რომ ის იყო. ასე იყო ეს ამბავი. მეტად მათთან შეხება არ მქონია. თუმცა მისი ბოლო რეპლიკა სერიოზული იყო, თუ ხუმრობა არ ვარ დარწმუნებული. ამის შემდეგ როგორ გახდა ჩემი წერილი ბატონ მარტინთან საჯარო. ჯერჯერობით ჩემთვის გაუგებარია. სავარაუდოდ თანმიმდევრობა დავარღვიე, ან არასრულად გავასუფთავე სისტემა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გზა მირჩევნია და გთხოვთ გაასაჯაროვოთ ეს დოკუმენტი თქვენს არხზე იგივე ფსევდონიმით, რასაც თქვენ იყენებთ. მზად ვარ გიპასუხოთ კითხვებზე. გმადლობთ.